სტუმრებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს გავაგრძელებთ ინდუსტრიული მიმოხილვების ციკლს ანალიტიკაში, ისევ TBC კაპიტალის კვლევა დაგვეხმარება. ამჯერად თქვენს ყურადღებას კვლევის ავტორთან და ბიზნესთან ერთად შევაჩერებთ ავტოინდუსტრიაზე. ანდრო თვალიაშვილი, ალექსი ნონიაძე, ალექსანდრე ვეკუა და ლაშა დარბაისელი იქნებიან დღეს მთელი გადაცემის განმავლობაში ჩემი სტუმრები. საქართველოს ავტომობილების ფლოტი 2025 წლის პირველ 9 თვეში 5.4%-ით გაიზარდა, რასაც ყველაზე მეტად ხელი მსუბუქმა ავტომობილებმა შეუწყოს. პირველადი რეგისტრაციები 2025 წლის პირველ 3 კვარტალში 16%-ით არის გაზრდილი. პატარა წილების მიუხედავად 2025 წლის პირველ 3 კვარტალში პირველად რეგისტრაციებში ჰიბრიდი ავტომობილების რიცხვი წლიურად 24%-ით, ხოლო ელექტრომანქანების რიცხვი წლიურად 81%-ით გაიზარდა. საავტომობილო ფლოტის 52% 20 წელზე მეტი ასაკისაა. თუმცა ჩანს, რომ პირველად რეგისტრაციებში ავტომობილების ასაკი იკლებს და იმაზე დაბალია, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო. 2025 წლის 9 თვეში რეგისტრირებულ ავტომობილებში 60% იყო ბენზინზე მომუშავე, ჰიბრიდებზე 24% მოდიოდა, დიზელზე 9%, ელექტრომობილებზე კი 5%. რაც შეეხება ბრენდებს, მათ შორის Toyota-ს მარკის ავტომობილები ლიდერობს, მეორე პოზიციაზეა Ford-ი, მესამეზე კი Mercedes-ი. 2025 წლის პირველ 10 თვეში იმპორტი 5%-ით, ხოლო რეექსპორტი 13%-ით გაიზარდა. ბოლო წლებში რეექსპორტის მარკეტზე ორი ქვეყანა, ყირგიზეთი და ყაზახეთი დომინირებს. ვიწყებთ მსჯელობას და ანალიზს სტუმრებთან ერთად. ჩვენს ფოკუსშია საქართველოს ავტოინდუსტრია. ანდრო თვალიაშვილი, ალექსი ნონიაძე, ალექსანდრე ვეკუა და ლაშა დარბაისელი არიან დღევანდელი ჩემი სტუმრები. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ანდრო, თქვენთან წამოვალ პირველი კითხვით, რას აჩვენებს ეს ავტოინდუსტრიის კვლევა დინამიკაში? არის თუ არა საქართველოს ამ კუთხით მაინც ჰაბი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა როგორც ყოველთვის დაინტერესებისთვის. რამდენიმე ფაქტორი არის, როგორც იცით, უკვე დაახლოებით მე-4-5 წელია ამ ინდუსტრიას ვაკვირდებით და ყოველწლიური განახლებები გვაქვს. რასაც ვხედავთ არის, რომ ყოველწლიურად იზრდება ავტოპარკი, თუმცა მოსალოდნელიც არის, ყოველთვის კვლევაში ვცდილობთ ხოლმე რომ შევადაროთ საერთაშორისო ბაზრებს და თუ ავიღებთ ისეთ მაჩვენებელს, როგორიც არის მსუბუქი ავტომობილები 1000 სულ მოსახლეზე, ამ კუთხით ვხედავთ, რომ ჯერ კიდე საკმაოდ დიდი სივრცე არის განვითარებისთვის. ანუ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ ბევრი ავტომობილი არის, განსაკუთრებით თბილისში პიკის საათების დროს, მაკრო დონეზე რო შევხედოთ ამ მაჩვენებელს, ზრდის სივრცე ნამდვილად არის. ჰაბს რაც შეეხება, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ვაკვირდებით, არის ჯამურად რომ ავიღოთ ფორმალური ბაზრის რეალიზაციები. ამასთან მიმართებით რამდენი პროცენტი არის რეექსპორტირებული ავტომობილების ღირებულება და დაახლოებით არის 70%-ის ფარგლებში. რაც ამეთანხმებით საკმაოდ მაღალი რიცხვი არის. პირდაპირ ალბათ გაგვიჭირდება რომ ვთქვათ, რომ ჯამური ავტოინდუსტრიის ბრუნვიდან 70% მოდის რეექსპორტზე, თუმცა რაღაც ინდიკატორის კუთხით მაინც კარგი მაჩვენებელი არის, რასაც ვუყურებთ ხოლმე. უბრალოდ ერთი აქვე გამოწვევაც თუ შეიძლება რომ კონტექსტში ვთქვა, საკმაოდ კონცენტრირებული არის ბაზრები, როგორც ახსენეთ შესავალში დომინირებს ორი ქვეყანა, ეს არის ყირგიზეთი და ყაზახეთი. აქედან პირველი ქვეყანა რო ავიღოთ ყირგიზეთი, მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში არის ეს რიცხვები, დაახლოებით 50%, 48 იყო თუ არ ვცდები, მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში მიდის ყირგიზეთისკენ და ერთ ბაზარზე ამხელა დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩვენი აზრით არის გამოწვევა და უკეთესი იქნებოდა ბაზრების დივერსიფიცირება. ვისაუბროთ ამ საკითხზე ოდნავ მოგვიანებით. თქვენც მინდა გკითხოთ ალექსი ლაშა იმასთან დაკავშირებით, აი ეს კვლევა ასახავს თუ არა რეალურად იმ ტენდენციებს, რასაც თქვენ ესე ვთქვათ პრაქტიკაში ეხებით, როგორც ბიზნესიდან ალექსი დავიწყოთ. მოგესალმებით ჩვენ მაყურებელს, ჩვენ სტუმრებს. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მადლობა ასეთი კვლევისთვის, ყოველთვის ვიყენებთ თქვენ ანალიზს და არა მარტო ავტომობილების მიმართულებით, არამედ ზოგადად მაკროეკონომიკაც დიდწილად მოქმედებს ბუნებრივია ინდუსტრიაზე, ისევე როგორც ავტოიმპორტი მოქმედებს მთლიანად ეკონომიკაზე ქვეყნის. მაგრამ აქ მიზეზ შედეგობრივი ნაწილი არ უნდა გამოგვჩეს. ზრდა გვაქვს, უდავოდ გვაქვს ზრდა, მაგრამ რითი არის გამოწვეული ეს ზრდა?
არაერთხელ თქვენ გადაცემაში გვისაუბრია, რომ იმპორტი იზრდება, რეექსპორტიც ასე ვთქვათ იზრდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვის ხელში გადის ეს ავტომობილები, ვინ ღებულობს მოგებას, დამატებით ღირებულებას მიქმნის და რამდენად რჩება ეს დამატებით ღირებულება ქვეყანაში, ხო? ჩვენ გამოწვევა გვაქვს ეხლა რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისე ყაზახები, ყირგიზები მუდმივად ბოლო სამწუხაროდ ერთ წელია თუ წელიწად ნახევარი ამაზე ვსაუბრობთ, თორე ეს აქტიური გახდა ეს პრობლემა. დიდ კონკურენციას უწევენ ქართულ დილერებს. ქართული კომპანიებისაგან კარგია, პირველ რიგში მივესალმებთ ამას, რომ ქართული კომპანიები კარგად მუშაობენ. ცუდი არ არის ეს, უნებრივია თავისთავად, მაგრამ ქართული კომპანიების გავლით, დახმარებით შემოყავთ ავტომობილები, ყირგიზებს, ყაზახებს და მე თავისივე ძალებით არემონტებენ, მოყავთ წესრიგში და ისევ თავად ყიდიან. ანუ ქართველი დილერების გვერდის ავლით, იგივე რუსთავის ავტობაზრობის გვერდის ავტობაზრობების გვერდის ავლით. მაშინ როდესაც აქ დამატებითი ღირებულება ნაკლები იქნება და მოგების სახით ისე უცხოელებს გააქვს ფული და ქართულ ეკონომიკას ნაკლებ. აი ქართველს რო შემოყავს ამ შემთხვევაში იგივე იმ ყაზახი და ყირგიზისთვის ის ნაკლებად ყიდეს ამ ავტომობილს. იდეაში მათთვის შემოყავს, მაგრამ იმათაც უკვე დამოუკიდებლად თავისთვის შემოყავთ. და კიდე ერთი მომენტი ძალიან ბევრი ვისაუბრებ რომ დრო არ წავიღო ბატონ ლაშას გამახვილებს ამ პრობლემურ საკითხებზე ყურადღებას, მაგრამ როგორი მომენტი აი რო გაიზარდა პირველადი რეგისტრაცია. ნუ გაიზარდა თანამედროვდა ქართული ავტოპარკი, ხო? კარგია მივესალმებით, მაგრამ ვითი არის გამოწვეული? ამას თავისი მიზეზი აქვს. ის რომ გაიზარდა, არ ვიცი, შემოსავლები საქართველოს მოქალაქის სყიდველობით უნარიანობა გაიზარდა და ამიტომ გადაწყვიტა ქართულმა მოქალაქემ ახალი არა, ეს ბატონებო და ქალბატონებო არის ის ავტომობილები, რომელიც შემოიყვანეს ქართულმა დილერებმა რეექსპორტის სახით, მთელი პასუხისგებლობით ვამბობ. ვერ გაყიდეს თვითღირებულება გაეზარდათ, ხარჯები გაეზარდათ, საბოლოო ჯამში განაბაჟეს, რომ დამატებითი პრობლემები არ შექმნიყოთ და ბაზრობის გადასახადი, მძიმე გადასახადი არ გადაიხადათ და დაირეგისტრირეს. და არა ის, რომ ეს ქართული მომხმარებლის ხელში გადავედა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ის, რომ გათანამედროვდა, სწორედ ბაზარი რეექსპორტის ბაზარი ითხოვს ახალი თანამედროვე ავტომობილების შემოყვანას. შემოვიყვანეთ ფული გადავიხადეთ, დოლარები მარტივი ენაზე რო ვთქვა, ჩვენ მოქალაქეებისთვის დოლარები გავიდა, ფულის ნაკადი, მე დამატებითი ღირებულება მეტი დოლარი უნდა შემოსულიყო, მაგრამ ეს ფული გაიყინა და დაგვრჩა ადგილს. ანუ ის ავტომობილები, რაც ქალაქში დადის, დამატებით საცობებს ხმის, მაგრამ განივთებული პროდუქტია, განივთებული კაპიტალია და ვერავითარ შედეგს ვერ აძლევს მის ფლობელს, ხო? ფაქტიურად გასდა, არ ეკიდება მანქანა. და აი ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. ლაშა. დაკვირვება, ესე ვთქვათ, კვლევაზე ინსაიტები, რომლებიც ამ კვლევიდან წამოიღეთ და რამდენად ეხმიანება პრაქტიკაში ბიზნესის წარმოებას. პრაქტიკაში საერთოდ მოცემულობა გვაქვს. პრაქტიკა საერთოდ საპირისპირო საჩვენებს, ანუ გაიზარდა ხა მონაცემებით ძალიან კარგია, გადის, ნუ ისტორიულ მაქსიმუმზეა, რასაც ქვია რეექსპორტი, მაგრამ გაიზარდა ისევ განუმეორდები, რაც ბატონ ალექსიმ თქვა, გაიზარდა ქართველი ავტოიმპორტიორის ხარჯზე, იმის ხარჯზე, რომ ამ ადამიანს, ანუ ყაზახზე და ყირგიზზე კი არ ყიდის, არამედ ეს ადამიანი დგას და შეიძლება დაელოდოს თვეობით ამ ავტომობილის გაყიდვას და თანამედროვულად ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ადამიანები, შუაზიდან ჩამოსული ადამიანები ხომ, დგანან და ანუ ხელოვნურ ფასებს აწესებენ. პირობითისთვის რომ ვთქვათ 10,000 დოლარი დემპინგურ ფასებს აწესებენ, პირობითისთვის რომ ვთქვათ 10,000 დოლარი, ისინი სთავაზობენ 7,500, 7 და 800 და ბოლოს საბოლოო ჯამში მიყავთ ეს ავტომობილი 8,500-ში ან 9,000 დოლარში. მაშინ როდესაც საბაზრო ღირებულება 10,000 დოლარია. აქ ახლა საერთოდ ზედმეტია ქართველი ავტოიმპორტიორის მოგებაზე საუბარი. რა მოგებაზეა საუბარი, პირიქით ზარალზე მიდის და ეს თანხები არის კრედიტით გამოტანილი ქართველი ავტოიმპორტიორების და ოჯახის თანხები არის და ოჯახის თანხებს დებენ ამ ბიზნესში და ესე ოპერირებენ. მე მითხრეს რომ ალექსანდრეც უკვე ხაზზეა მოგესალმებით, ბატონო ალექსანდრე, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ცოტა უფრო გავრცობილად კითხავთ, აი დღეს გარემო, ესე ვთქვათ, ქვეყანაში არსებული გარემო იქნება ეს მარეგულირებელი თუ საინვესტიციო მხრიდან რამდენად მიმზიდველი არის აი ამ ბიზნესის წარმოებისთვის და ამ ინდუსტრიის მიერ პოტენციალის ათვისებისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თუ ასე ვთქვათ, შევხედავთ ბოლო რამოდენიმე წელს
ციფრები ამბობს, ასე ვთქვათ, რომ ეს მიმართულება ცალსახად მიზიდველია. საქართველოს როგორც საავტომობილო ჰაბის სტატუსს რეგიონში ისე ვინარჩუნებს. ერთადერთი აქ მე ვისურვებდი ალბათ და ნამდვილად უკეთესი იქნებოდა და ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის ავტო იმპორტიორთა ასოციაციაც ამაში ჩართულია, რომ საქართველოს როგორც საავტომობილო ჰაბი მეტად დივერსიფიცირებული იყოს და არ იყოს დამოკიდებული ერთთან ორ ბაზარზე. მაგალითისთვის დღეს ჩვენი სარეექსპორტო ბრუნვის თითქმის 80% ორ ქვეყანაზე მოდის, ეს ყაზახეთი და ყირგიზეთია. სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ბოლო რამოდენიმე თვე ტაჯიკეთია წამოსული, ასე ვთქვათ, მაღლა და საკმაოდ ისეთი მსხვილი პროცენტი აქვს, თუმცა წლის ჭრილში ყაზახეთი და ყირგიზეთი ლიდერობს, რაც არ არის, ასე ვთქვათ, სრულად დივერსიფიცირებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ეს გამოწვევა დგას, მე ამ გამოწვევას უფრო დავასახელებდი დღეს და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ მაქსიმალურად ეს ჰაბის სტატუსი შევინარჩუნოთ. მე გეტყვით ინფორმაციებს, რომელსაც ვთქვათ რეგიონში ვიცნობ, მაგალითისთვის ტაჯიკეთში სამწუხაროდ ტაჯიკეთი არ აწარმოებს ესე ოფიციალური საქსტატის მსგავსი მონაცემები, რომელიც ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა რამოდენიმე სხვადასხვა წყაროებიდან ვიცი, რომ 4000-დან 5000 ავტომობილამდე შედის ტაჯიკეთში. თუმცა საქართველოს სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ჩვენი წილი აქ არის 10-15%. დანარჩენი 80-85% შედის მაგალითად ემირატებიდან, დუბაიდან, ანუ ამ ნაწილში ჩვენ კონკურენციას გვიწევს ემირატებიან. ჰაბის სტატუსში, ასე ვთქვათ, არ ვართ რეგიონში, ყველა უნდა ამ ბიზნესში ვინც არის, ყველა უნდა ვიაზრებდეთ. ამაზე ჩვენ არ ვართ ერთადერთი რეგიონალური ჰაბი. მათ ჩვენ იგივე შუა აზიას და იგივე ტაჯიკეთს, ყირგიზეთს და ასე შემდეგ მეორე პარალელური ალტერნატივა აქ ემირატების სახით. იქიდან შედის გაცილებით მეტი მანქანა. არა და ისე რეგიონალურად რო შევხედოთ, არც მანძილია უფრო მეტად ხელსაყრელი და არც სხვა დანარჩენი იგივე თუნდაც ემირატებში ცხოვრება ან ჩასვლა, ჩაფრენა მანქანის შერჩევა, წამოყვანა უფრო მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული ვიდრე საქართველოში. ჩვენ მარკეტინგულადაც გვაქვს რეგიონში გაცილებით უფრო მეტი სამუშაო, ჩვენ უფრო ახალი ბაზრების მოძიებაზე უნდა, ასე ვთქვათ, ვიყოთ კონცენტრირებულები და ორიენტირებულები და რაც შეიძლება მარკეტინგულად ბრჭყალებში გავყიდოთ ჩვენი საავტომობილო ჰაბი რეგიონში. უფრო მეტი მოხმარებელი მოვიზიდოთ. რა თქმა უნდა, არსებულიც უნდა შევინარჩუნოთ. უბრალოდ ჩვენ ბიზნესიდან, ჩვენი შიდა მონაცემებით, ასე ვთქვათ, ჩვენი ბრუნვის 2%-იც კი არ არის პირდაპირ, როცა ყაზახეთის მოქალაქე ყიდულობს, ვთქვათ, ავტომობილს. ძალიან მწირია. თუმცა ეს საკითხი ამას ავტო იმპორტიორები და ავტოდილერები ასახელებენ და მე ამას ცალსახად არ გამოვრიცხავ და მე შემხედრია რამოდენიმე ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქმიანობდეს ავტომობილების იმპორტის და მისი რეალიზაციით, თუმცა ისიც კონკურენციაშია ქართულ დილერთან და საბაზრო კონკურენციაში ხდება. არ ამგონია და მე ეჭვება, რომ საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყნის მოქალაქემ კონკურენციაში ჩვენივე ქვეყანაში აჯობოს, თუმცა კონკურენცია ნამდვილად არის. ჩვენ შემთხვევაში ძალიან დაბალი ციფრებია, სხვა კომპანიის მაგალითებს სამწუხაროდ არ ვიცი, თუმცა მეც შემიმჩნევია და ამას ცალსახად არ გამოვრიცხავ და პირიქით თუ რამე ინიციატივა იქნება, რომ ქართულ ავტოდილერს დარჩეს, ასე ვთქვათ, სარბიელი უფრო მეტად, ამას მივესალმებით და ჩვენ ასეთ ინიციატივას გვერდში დავუდგებით აუცილებლად. ბატონო ალექსანდრე, ასევე თქვენ ახსენეთ აი ეს ჰაბი და ჰაბის მდგრადობის კონტექსტი, ასე ვთქვათ, და მე მინდა რომ ყველას მოგასმენინოთ თქვენი ერთი კოლეგის ანალიზიც ამასთან დაკავშირებით დიდწილად თქვენს ანალიზთან არის თანხმედრაში და ისიც სწორედ აი ამ ჰაბების გზაზე, კონკურენციაზე ამახვილებს, ასე ვთქვათ, ყურადღებას. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ჰაბი. ეხლა ხანს ვიყავი ზუსტად მოკვლევაში ემირატებში, ზუსტად ჩვენი კონკურენტები არიან ანალოგიურ სერვისს და ანალოგიურ ჰაბის როლს ასრულებენ ისინი და ზუსტად ის ქვეყნები მიყავთ ჩვენგან და ის კლიენტები მიყავთ ჩვენგან, ვინც აქედან უნდა გაიყვანოს და აქედან გაყავთ. პირველადი მოკვლევით ხედავთ, რომ იქ
დუბაიში ანუ შედის და გადის დაახლოებით თითქმის 3.5-ჯერ მეტი მანქანა რა ჩვენთან შემოდის და გადის. უკვე ხა დარჩენილი არის პირობები, რა პირობებს მივცემთ ჩვენ საქართველოს როგორც ჩვენი ჰაბი და რა პირობებს მიცემენ ჩვენი კონკურენტები, ანუ ემირატები დუბაიდან რა პირობებში გაიყვანენ. ჩვენ თუ ახლა ამას გავზდით ამ ფასებს, ხო? უბრალოდ შევაფერხებთ ანუ ხელოვნურად შევუქმნით ბარიერებს, რომ არ გავიდეს მეტი მანქანა. ხო, ამ კონტექსტში ვიკითხე სწორედ აი მარეგულირებელი გარემოს, ესე ვთქვათ, ნაწილი და ასპექტი, ესე ვთქვათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. აი, როდესაც ამოცანა არის ჰაბის მდგრადობის შენარჩუნება, ჯერ არაფერი გვისაუბრია, ესე ვთქვათ, ქვეყნის გარეთ რა მოცემულობები არსებობს, რომლებიც ასევე გავლენას ახდენს სერიოზულად ამ ჰაბის, ესე ვთქვათ, მდგრადობაზე. ბატონო ალექს, დროულია, ესე ვთქვათ, ამ ტიპის გადაწყვეტილებები, მაგალითად ტრანზიტის გაძვირება. კი ბატონო, პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მეთანხმები ბატონ ალექსანდრეს, რომ ვიცი კავკასუსის დამოკიდებულება, ეს ახლა კავკასუსის რეკლამა არ არის, ამ კომპანიის დამოკიდებულება ვიცი და მე ხშირად ვისაუბრე ამ თემაზე, რომ საჭიროა ბაზრების დივერსიფიკაცია. ხო, ანუ იქ საუბრები რაღაც ყაზახებსა და კირგიზების თემასთან დაკავშირებით ბერი შეხედრა ჩატარდა დილერების კომპანიების ხო რთული ძალიან რთული თემა კომპლექსური მაგრამ გამოსავალი არის სწორედ ბაზრის დივერსიფიკაცია ახალი ბაზრების მოძიება და რო არ ვიყოთ ყველაფერს რო თავდავანებოთ ჩამოკიდებულები მხოლოდ კირგიზებზე და ყაზახებზე ხა ისინი ასაკეთებენ აქ ის სხვა თემა მაგრამ ჩვენ ხო გრძელვადიანი ხედვა ხო უნდა შევთავაზოთ ხო და ამიტომ ვეთანხმები ბატონ დავითსაც იმ მოსაზრებაში რომ ჩვენ არა მარტო ასე ვთქვათ მარტო ერთი ხაბი არა ვართ და ასე ვთქვათ სხვა ხაბებიც არის საიდანაც ასე ვთქვათ შედის ცენტრალური აზიის ქვეყნებში ხა რაც შეეხება უშუალოდ თქვენ კითხვას იცით რა არის ყველაფერი ბალანსია აბსოლუტურად მოთხოვნა მიწოდებაზე ეკონომიკაში დამეთანხმებით სარგებელი დანახარჯი ხო ჩვენ იმდენად ობიექტურად და ასე ვთქვათ დაბალანსებული პოლიტიკა უნდა გქონდეს ამასთან დაკავშირებით რომ ერთდროულად უნდა მაჯისცემაზე გვეჭიროს მოთხოვნა მიწოდების მაჯისცემაზე ხელი ხო იქიდან რამდენი გადის ეს მუდმივი ანალიზის ქვეშ უნდა იყოს ჩვენ რამდენად მოწყვლადი ვართ ამის მიმართ რამდენად ჩვენი ალტერნატივა ბაზრის ალტერნატივა არსებობს არ არსებობს ამას ყველაფერს სახელმწიფო უნდა განსაზღვრავდეს ასოციაცია ნებისმიერ დროს ნებისმიერ კომპანიასთან ნებისმიერ რა ვიცი ორგანიზაციასთან სახელმწიფო უწყებებთან ითანამშრომლებს მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა როგორც ასეთი ეკონომიკური პოლიტიკა რამდენად პრიორიტეტული ავტოიმპორტი მოდი დავიწყოთ იქიდან ამ ხელისუფლებისთვის არის დღევანდელი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული თუ არა თუ არ არის მაშინ გასაგებია თუ პრიორიტეტულია მაშინ უნდა ჩამოვყალიბდეთ ხო დაჯისცემას მუდმივად უნდა გქონდეს კონტაქტი მუდმივად ანალიზი უნდა მიდიოდეს იმიტომ რომ ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ ჩინელებს აქვთ კარგად ნათქვამი ხშირად ვიმეორებ ამას დღეს ეს მოცემულობა გვაქვს იყო წლები როცა ალტერნატივა არ აქვს ეხლა გაჩნდა ალტერნატივა ხო და აი ეს ყველაფერი ერთობლიობაში უნდა განიხილო და არა ის რომ აი მოდი ეხლა ხვალე მე ბიუჯეტში მეტ ფულს შევიტან გავიგე მეც მომხრე ვარ ბიუჯეტში მეტ ფული შევიდეს მაგრამ რითი უნდა შევიდეს ეს ფული ის რომ წარმოება განვავითაროთ ბიზნესი განვავითაროთ და იმითი თუ მხოლოდ სერვისებში ავიღოთ თანხა ხო ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ბოდიში და გამიგრძელდა არა ანდრო არ ვიცი ბატონ ალექს რა ქონდა ესე ვთქვათ ხედველობაში როდესაც მიზეს შედეგობრივ კავშირებზე გაამახვილა ესე ვთქვათ ყურადღება მეც მომეჩვენა რომ ტიბისი კაპიტალის ეს კვლევა უფრო მეტად აღწერითი არის ვიდრე ვთქვათ ახსნითი რა ხდება რეალურად დღეს ინდუსტრიაში და ბაზარზე შეგნებულად შეიკავეთ ამისგან ჩვენი მიზანი არის ხოლმე ბაზარზე არსებული სურათის წარმოდგენა არის გარკვეული ფაქტორები რასაც ვაკვირდებით ხოლმე რომელიც არა მხოლოდ ავტოინდუსტრიაში არის ჩაკეტილი არამედ სხვა სექტორებზეც აქვს გავლენა ალბათ ყველაზე კარგი მაგალითი ელექტრომანქანები არის ამ შემთხვევაში რომელსაც განსაკუთრებით ელექტროენერგიის სექტორის ანალიზის დროს ვითვალისწინებთ ხოლმე რადგან გარკვეულწილად ხედავთ რომ ეს იქნება ის სამომხმარებლო პროდუქტი რომელიც შექმნის მნიშვნელოვან მოთხოვნას სამომავლოდ ელექტროენერგიაზე და ხო რეალურად უბრალოდ პოტენციალი გვინდა ხოლმე რომ ვაჩვენოთ არის თუ არა კიდე განვითარების გაზრდის პოტენციალი, რაზეც ამ ეტაპზეც ვთვლით რომ ჯერ კიდევ დიდი სივრცე არის განვითარებისთვის და მეორე უბრალოდ ეს არსებული სურათის აღწერა და რა თქმა უნდა ის გამოწვევა რაც თავიდანვე ვახსენე და მე მგონი ყველანი ვთანხმდებით რომ ფოკუსირებულები ვართ და საკმაოდ კონცენტრირებულები რაღაც ერთ ბაზარზე და
ეს შესაძლებელია. ხო, და ასევე აი მომხმარებელთან მიმართებითაც მინდა აი რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ, ესე ვთქვათ, ამ თქვენი კვლევიდან, ხო? ესე პირდაპირ მომხმარებელზე არ არის კონცენტრირებული ეს კვლევა, მაგრამ ბევრი დასკვნის გამოტანა არის შესაძლებელი, მათ შორის ვთქვათ, აი იგივე, ესე ვთქვათ, ავტომობილების რეიტინგიც რომ შევადარეთ, ვთქვათ, იქაც ჩანს, ხო? სხვათა შორის შეგვიძლია ეს რეიტინგი ვაჩვენოთ გრაფიკა ჩვენს მაყურებელს. აი მომხმარებელზე რა დასკვნის, ანუ ბაზარზე და მომხმარებელზე რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? მომხმარებლის კუთხით რამდენიმე ფაქტორი არის, ალბათ, რასაც შეგვიძლია დავაკვირდეთ. ერთი ალბათ თვითონ ტიპის მიხედვით და აქ უკვე დაახლოებით 2 წლის წინ შეიცვალა ეს სურათი, როცა გლობალურ ტრენდებს აპლა ქართველი მომხმარებელიც და პირდაპირ რეგისტრაციებში ხედავთ, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილები, ეგრეთ წოდებული SUV-ები გახდა ყველაზე პოპულარული. საწვავის კუთხით შეიძლება საუბარი ისევ ელექტრომობილებს რომ შევეხოთ და აქაც მნიშვნელოვან განვითარებას ხედავთ. დაახლოებით 3 წლის წინ თუ პირველად რეგისტრაციებში 1% იყო მხოლოდ ელექტრომობილები, ახლა ხედავთ რომ დაახლოებით 5%-ამდე, მე მგონი 4.8% იყო 9 თვის მდგომარეობით. ხო, ალბათ ინფრასტრუქტურის განვითარებაც უწყობს ხელს ამ დინამიკას და და ასევე ასაკსაც შევეხებოდი მე მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად შეიძლება ეს იყოს გამოწვეული იმითი, რომ მოუწიათ განბაჟება, აქვე ალბათ ის რეგულაციაც უნდა ვახსენოთ, რომ 10 წელზე ძველი ავტომობილების განბაჟება იკრძალა, ანუ ერთი ფაქტორი ესეც იქნება. და ზოგადად მიმდინარე წელი შეიძლება ვთქვათ რიცხვები რასაც გვაჩვენებს ყოველ შემთხვევაში ამ კუთხით, რომ არის პირველი წელი 2019-ის შემდეგ, ანუ ეს პანდემია, შემდეგ მიგრანტების შემოდინება, ეს ახალი ბაზრების გაჩენა, აი ამ ყველაფრის შემდეგ პირველი ნორმალიზებული წელი შეიძლება დავარქვათ რიცხვებს თუ დავუჯერებთ. ახალი ავტომობილების გაყიდვებშიც მსგავსი რაღაც ჩანს, წელს, ну, ყოველ შემთხვევაში ჩვენ როგორც ვაიდენტიფიცირებთ ახალ ავტომობილებს, დაახლოებით არის 5000 ავტომობილი საქართველოს ბაზარზე პირველად რეგისტრაციებში, რაც ზუსტად ემთხვევა 2019 წლის მაჩვენებელს. ანუ გარკვეული მიზეზების გამო გლობალური პრობლემები რაც იყო მიკროჩიპები პანდემიის შემდეგ საკმაოდ შემცირებული იყო. 23-24 შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც დაგროვილი მოთხოვნა იყო და საკმაოდ გაბერილი იყო ეს რიცხვები. წელს უკვე ახლა მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში ვხედავთ, რომ დასტაბილურებული, ანუ წელიწელზე კლება არის, თუმცა ამ დაგროვილი მოთხოვნის გამო. ანუ მე მგონი მომხმარებლების კუთხით ეს ფაქტორები არის ძირითადად, რასაც ვაკეთებთ. მადლობა. ასევე ერთი არის რიცხვები, რაც აჩვენებს, მეორე არის რაც აჩვენებს, თქვათ, განწყობები და მოლოდინები. ლაშა, აი როგორი არის ბიზნესის მომავალს როგორ უყურებს, ესე ვთქვათ, ეს ინდუსტრია, უფრო ოპტიმისტურისკენ არის თუ პესიმისტურისკენ? ორიოდე სიტყვით და რა თქმა უნდა დავუბრუნდებით თქვენს კითხვას. ესე იგი, ორიოდე წლის წინ, სადღაც 2 წლის წინ ავკრძალეთ 10 წელზე ქვემოთ ავტომობილის ზემოთ უფრო სწორად ავტომობილის ხო განბაჟება და 2 წელი გავიდა იმის მერე, ხო? ანუ მარტივი კითხვა, რაც ბატონმა ალექსიმაც თქვა, რომ ანუ თუ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ეს ბიზნესი, უკრძალავთ ამ ბიზნესს რაღაც, ხო? რაღაც შეზღუდვას უწესებთ, მაგრამ ანუ ძალიან საინტერესო და მართლა გულწრფელად მაინტერესებს, ანუ უკეთესი ჰაერი გვაქვს გაუმჯობეს და თუ ანუ ჰაერი ისევ ისეთი არის. რეალურად ანუ ჰაერის გამო და გარემოს გამო ვავკრძალეთ, ხო ესე იყო. ჩვენ ამას 2 წლის წინაც ვიძახდით, რომ ანუ არაფერი არ შეიძლება. ავტოპარკის განახლება ესე არ ხდება. ჩვენ გვქონდა ჩვენი შემუშავებული გეგმა, რომელიც მიუტანეთ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვას. მათ შორის პრემიერ-მინისტრს მივაწოდეთ ინფორმაცია. ჩვენი გეგმა გქონდა, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს. ეს იქნებოდა 6 თვე, 1 წელი თუ 1 წელწადახევით თუ 2 წელი ვადა მიცემული მოსახლეობისთვის და არა მხოლოდ ავტომობილ მთელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ განბაჟება დაეკლოთ ცოტათი, რომ ამ ადამიანებს პირიქით შეემცირებინათ, რომ ამ ადამიანებს თავიანთი ძველი ავტომობილი გაეყიდათ, რომ შემდგომ ახლით ჩაენაცვლებინათ, მიხვდით? კი არა, აგვეკრძალა, ან კი არა, გაგვეზარდა უფრო მეტად, გაგვეძვირებინა. თორე რამდენიმე წლის წინ განბაჟება სწორედ იმიტომ გაძვირდა იმ მიზეზით, რომ ანუ მიზანი ის იყო, რომ ავტოპარკი უნდა განახლებულიყო. ანუ უკრძალავთ და ანუ შედეგამდე ვერ მიდივართ ახლა რა ვიცი ხა რომ თქვენს კითხვას დავუბრუნდები ხო? დიახ, მოლოდინებს და განწყობებს. მოლოდინს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ის მოლოდინი, რომ ჩვენს თუნდაც აი მეზობელი ქვეყანა ხო? აზერბაიჯანში გადიოდა დიდი რაოდენობით რა ავტომობილები და იმედი გვაქვს, რომ როდესაც გაიხსნება ეს სახმელეთო საზღვარი, შემდგომ უფრო მეტი ავტომობილი დაემატება და გაედინება.
ტურიზმისთვისაც საკმაოდ ტურიზმისთვისაც თავისთავად კი ბატონო, ალექსანდრესაც დავუბრუნდები. ალექსანდრე, აი თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ, ესე ვთქვათ, როგორი არის სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ ინდუსტრიის მიმართ და თქვენ თუ გაქვთ მკაფიო პასუხი აი ამ კითხვაზე, რასაც ახლა ასოციაცია, ესე ვთქვათ, აყენებს დღის წესრიგში, რომ გითხარით, არის თუ არ არის პრიორიტეტული ეს სექტორი, ესე ვთქვათ, ეკონომიკისთვის და მისი ზრდისთვის ზოგადად. მე ამ საკითხს ვუყურებ, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში აქამდე ეს ჩანდა ხოლმე, იმიტომ რომ არა ზოგადად ჩვენ ქვეყანაში ეს პროცედურა ერთ-ერთი ყველაზე მარტივია, სადაც კი ოდესმე ყოფილ ვარ ან სადმე გამიგიან. ყველაზე მარტივად ხდება ავტომობილის შესყიდვა და დოკუმენტების გაფორმება, მარტივი, სწრაფი და იაფია. ასე რომ ვთქვათ, ამან შეძინა ზუსტად საქართველოს თავის დროზე ჰაბის ფუნქცია და ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი, არა ერთ-ერთი ძირითადი წყარო ნამდვილად არის ათასობით ადამიანი არის ამ სექტორში დასაქმებული და არ ამგონია რომ პრიორიტეტში არ იყოს. შეიძლება სხვა მიმართულებებს იგივე გარემოს დაცვა და ასე შემდეგ, რომელსაც არ აქვს სიღრმისეული ცოდნა ამ სექტორში, ვთქვათ, თავისი მიმართულების გასაუმჯობესებლად, იგივე გარემოს გასაუმჯობესებლად რაღაც ინიციატივები შემოქონდეს, თუმცა ჩვენ იმისთვის ვარ და მithmetes ასოციაციას და ჩვენს კომპანიების და ავტოდილერების, რომ უფრო სიღრმისეულად, ასე ვთქვათ, ჩავახედოთ ეს ხალხი და ეს ინიციატივები არ ამგონია იმას ნიშნავდეს, რომ ვინმეს ეს ბიზნესი არ აინტერესებს, უფრო შეიძლება იყოს თემა, რომ ეს ხალხი, რომელიც გარემოზე ზრუნავს ავტოიმპორტის ნაწილში და საქართველოს როგორც ჰაბს ისე შეიძლება არც უყურებდეს და არც კონდეს შესაბამისი ინფორმაცია, სიღრმისეული ცოდნა და ამაში ჩვენს დავეხმარებით და ეს სექტორი და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკისთვის, ისე მოსახლეობისთვის, ათასობით ადამიანი აქ დასაქმებული და მე მეეჭვება, რომ თქო პრიორიტეტიდან გადაინაცვლოს სახელმწიფოს პრიორიტეტებში ეს არ იჯდეს. შეიძლება სადღაც ინფორმაციის ნაკლებობა იყოს, თუმცა ამ გეპს, ასე ვთქვათ, ჩვენ ვეცდებით, რომ ამოვაქვს. თქვენ ახსენეთ, რომ აი მარკეტინგულადაც საჭირო არის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ესე ვთქვათ, სტაბილურ ჰაბად ჩამოყალიბდეთ ან გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ამ თვალსაზრისით. აი რა შეიძლება იყოს საქართველოს კონკურენტული უპირატესობა, ესე ვთქვათ, რაზეც შეიძლება რომ ეს მარკეტინგული კამპანია დაშენდეს. თქვენ როგორც აი ბიზნეს შიგნიდან რომ უყურებთ, აი რა ჩანს კონკურენტულ უპირატესობად? კარგი კითხვა, მადლობა კითხვისთვის და ჩვენ მარკეტინგულად ნამდვილად უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ავტოიმპორტიორთა ასოციაციასთან, იგი ალექსანდრესთან მქონდა ამაზე საუბარი, იყო რაღაც იდეები. სამწუხაროდ მარტო ჩვენი კომპანია მაგალითად ამას მარტო ვერ შეძლებს. აქ საჭირო არის რაღაც კონსოლიდაცია ძალების, მათ შორის ავტოიმპორტიორების, მათ შორის სახელმწიფოს დახმარებაც იქნება საჭირო. მაგალითისთვის კონკურენტულ უპირატესობას რაც შეეხება, გაგიკვირდება და ერახში, იორდანის ხარეთ, ჩრდილოეთით ათასობით ავტომობილი შედის შტატებიდან. ეს შედის ერთი გზა არის პირდაპირ ჩადის და მეორე გზა აქაც ემირატებიდან მიყავთ ავტომობილები. რო გაზომოთ მანძილი Google Map-იდან გახსნათ 1200 კილომეტრია ჩვენგან და 2600 კილომეტრია ემირატებიდან. სამჯერ დიდი გზა არის ზუსტად. სამჯერ არა, ბოდიში 2 რაღაცაჯერ. მაგრამ ამ მნიშვნელობა კოლოსალურია კილომეტრების რაოდენობა. ეს ცალსახად და რა თქმა უნდა, რომ უფრო ძვირი უჯდებათ ემირატებიდან წაყვანა, ვიდრე ჩვენგან და ამას გარდა გასათვალისწინებელია ის, რომ მოხვდეთ თქვენი იორდანიაში ჩრდილოეთ მხარეს. უნდა გაიაროთ ერაყის ასე ვთქვათ, ჩხარის ლამაზად ვიტყვი ძალიან არადემოკრატიული ნაწილი, სადაც შეიძლება საერთოდ ცოცხალი ვერ გადალახოთ ეს ტერიტორია. საკმაოდ დიდი რისკი არის, ძვირია და ჩვენ შემთხვევაში გაცილებით უფრო ახლოს ვართ და დემოკრატიული ქვეყნები აქვს, გასაგებია თურქეთია გასავლელი, სადაც საფრთხეება ნამდვილად დაცულია, სხვა თუ არაფერი.
და ეს ჩვენ ვერ შევძელით ამდენი წლის განმავლობაში, მე ვსაუბრობ ყველაზე რომ თქვა ვერ გავაგებინეთ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას, თქვა საქართველოში უკეთესი ჰაბია, არანაკლები რაოდენობის მანქანაა და საერთოდ უფრო იაფია. ამას გულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ მარკეტინგულად ვიმუშაოთ რეგიონში, ხო, და აი რა არის ამის მიზეზი იდენტიფიცირებული გაქვთ აი თქვენ როგორც არ უმუშავია ირბილში მოსახლეობაზე ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ქვეყანას კიდე არაერთი ქვეყანა მინდა დავასახელო შეიძლება თქვათ ჩემი კოლეგები და სხვა ავტოიმპორტიერების დაახლოებით იგივე ამბობენ, თუმცა მე სიღრმისეულად ვიცნობ ამ თემას, პირადადაც ვიცნობ და ჩვენი კომპანია მუდმივად ამის მოკვლევას აკეთებს. არაერთი ქვეყანა გარშემო, რომელსაც ავტომობილები შეყავს მეორადი ავტომობილები ან ამერიკიდან, ან ემირატებიდან, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ასე ვთქვათ, საბჭოთა ქვეყნებს სამწუხაროდ ვერ გავწდით. ეგ ფაქტია. ისევ ტრიალებთ, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უკრაინა იყო ომამდე. ისევ ოსაბჭოთა სივრცეში ტრიალებთ. ამის იქით ჩვენი ჰაბი ვერ გავჭიდეთ, ასე ვთქვათ, ვერ გავიტანეთ და ეს გამოწვევა, ამას მარტო სამწუხაროდ ჩვენც ვერ ვიზავთ და ამასთვის საჭიროა ერთიანად მუშაობა. მათ შორის სახელმწიფოს დახმარებაც, თუმცა ჩვენ თუ ვიაქტიურებთ ალბათ არ ამგონია სახელმწიფოს უარი გვითხრას და უშუალომდგომლებენ და უფრო ჯობია რომ ამ მიმართულებით დავხარჯოთ დრო, ენერგია და რესურსი. მადლობა, დიდი მადლობა. ანდრო, კვლევაში თუ ჩანს აი პოტენციალი სად არის, ესე ვთქვათ, ზრდის ამ ბაზრის ამ ინდუსტრიის და კონკურენტულ უპირატესობად რა შეიძლება დავინახოთ? ხო, საგარეო და რეექსპორტის ნაწილშიც და აი მარკეტინგულად ხელჩასაჭიდი რა შეიძლება იყოს, ესე ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ბატონი ალექსანდრე ამბობდა, რომ მოდით უბრალოდ გავაცნოთო პირველ რიგში, რომ ესეთი ჰაბიც არსებობს და ამის ადგილობა შესაძლებელი. სამწუხაროდ კვლევაში ამ კუთხით რაღაც უფრო ღრმა ანალიზი არ გვაქვს. ერთი უბრალოდ ზედაპირულად სუბიექტურად რაც შემიძლია დავამატო, ენის ბარიერი შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი, რატომაც ჩვენ მაინც ვრჩებით იმ ქვეყნებში, სადაც რუსულად საუბრობენ და მეორე მხარეს არაბულად მოსაუბრე ქვეყნებს ალბათ ლოგიკური არის რომ ერჩივნოთ ემირატები საქართველოს. თუმცა ხო აი კვლევაზე დაყრდნობით გამიჭირდება რომ კითხვაზე გიპასუხოთ. ასევე აი კონკურენტულ უპირატესობასთან დაკავშირებით თუ დაამატებდით რამეს ბატონო ალექს, რა ჩანს? არა, კი ბატონო, მე ვეთანხმები ნამდვილად ალექსანდრეს შენიშვნას, რომ იცით რა, წლების განმავლობაში სახელმწიფომ რაღაცა ლიბერალური საგადასახადო კოდექსი შემოიტანა ჩვენთან მიმართებაში. რაღაც ბუნებრივად მონოპოლისტები გავხდით რეგიონში. და გეთანხმებით სავსებით, რომ ეს ენობრივი ბარიერი და ენობრივი რაღაც არეალი, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, დიდ გავლენას ახდენდა. მაგრამ მოგეხსენებათ ახლა ყველაფერი იცვლება, რეალობა იცვლება, პოლიტიკა იცვლება, გეოპოლიტიკა იცვლება, რუკა იცვლება და ჩვენ ახლა ისევ ძველ რუკასთან ვიდგეთ. მაგელანმა ახალი კონსულები აღმოჩნდა, წარმოიდგინეთ ჩვენ ისევ ძველი რაღაცა, აი ასეთი რაღაცა რომ წარმოვიდგინოთ. ამიტომ უფრო ხედვა უნდა გავშალოთ. საჭირო ასოციაციის ჩართულობაც, საჭიროა კომპანიების, 1-2 კომპანია აღარ ჩამოთვლი რომ ახლა სულად არ გამიგონ რეკლამაში არ ჩამითვალონ, სახელმწიფოს დახმარებაც და ბიზნესი რომ გააქტიურდება, რომ დავინახავთ რომ 2 კომპანია კი არ არის ამაში ინტერესში, რამე თუ უფრო დიდი და აი ამ ბრენდის გატანა შევძლებთ ცნობადობის, როგორც ავტოჰაბი საქართველოს, როგორც ავტოჰაბი. აი ამ ბრენდის გატანა საერთაშორისო სპარზე თუ მოახერხებთ, მე ვფიქრობ ის დივერსიფიცირებული ბაზრებიც არც ისე შორის პერსპექტივა არ არის. ამასაც შეუძლებელი არაფერი არ არის. უბრალოდ ჩვენ უნდა მოვინდომოთ, ჩვენ უნდა დავინახოთ ის, რომ უბრალოდ მოგება არ არის კმარა იმისთვის, რომ მუდმივად იფიქრო, თუმცა ყველა კომპანია მოგებაზე ფიქრობს, არამედ რაღაცა უნდა დააბანდო კიდევაც, რომ სამომავლოდ მოგება მოგცეს, ხო? კიდევ ერთხელ ადრე ვიყავით ბუნებრივი მონოპოლისტები, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ეხლა უნდა რაღაცა დავხარჯოთ, რაღაც ძალისხმევა, ფინანსები იმისთვის, რომ დამატებითი ბაზრები მოვიზიდოთ. მადლობა ასე გეოპოლიტიკური რეალიების, ასე ვთქვათ, ხსენებისთვის. ლაშა,
გარედან რა წნეხია, გარედან რა მოქმედებს დღეს ყველაზე მეტად ამ ინდუსტრიაზე, ანუ ეს არის რაღაც საერთაშორისო სანქციების კონტექსტი, ეს არის ტრამპის ტარიფების კონტექსტი, ხო, აი რა ხდება ამ კუთხით? ნუ ეხა ალბათ ყველასთვის ეს მტკივნეულ თემას ხო, ანუ ეხა უკრაინის თემა იყო, უკრაინელებს გაქონდათ ავტომობილები დიდი რაოდენობით და როდესაც ანუ შეიჭრა რუსეთი, შემდგომ ჩაიკეტა დავკარგეთ საერთოდ ერთი პერიოდი ეს ბაზარი, შემდგომ რაღაც მომენტში თითქოს თავიდან წამოვიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ანუ ვერ დააბალანსდა და ასე ვთქვათ სხვა მარშრუტი იპოვეს მათ თავიანთ ქვეყანაში რომ შეეტანათ ავტომობილები. ასევე არის ანუ ტრამპის ტარიფებზე საუბრობდით ჩვენ ასოციაცია აქამდეც რომ ანუ შეიძლება ტრამპის ტარიფებმა მცირედი მინიმალური პროცენტით ანუ მოიტანოს ფასის ზრდადობა ავტომობილებზე ეს იქნებოდა 5-10%-ით და ესეც მოხდათ მოიხსენებათ ფაქტის წინაშე ვდგავართ დღეს და ეს არის და ეს ანუ ეხლა გარე ფაქტორმა მაგალითად ეხლა წეღანაც ვახსენე რომ აზერბაიჯანმა რო დაკეტა ანუ სახმელეთო საზღვარი ეხლა ჩვენც ეხლა დიდი გასაღების ბაზარი იყო და დაიკარგა ეს ბაზარი მე იმას დავამატებდი ბატონ ლაშესნებას ვთქვით რომ მთავარი გამოწვევა მაინც ჩემი აზრით და ასოციაციის აზრით შევა ჩინეთის ინტერესები. რატო? აგუცინდეს საინტერესოა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხაბი რა როგორ ვართ ხაბი? ხაბი იქიდან ვართ რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოგვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებში ხო? თუ ძლავრად იქნება ჩინეთი აქ ჩვენთან წარმოდგენილი, მაგ შემთხვევაში მე რამდენჯერმე გახდით კიდევ ჩინეთში და იქაც დავშვე საკითხი. ანუ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? იმათ აინტერესებთ ჩვენი მხოლოდ შიდა ბაზარი. არა როგორც ხაბი, როგორც ასეთი. არამედ მხოლოდ როგორც მომხმარებელი, ხო? გაიყვანეთ 1000, 1000 და ნუ საკმარისია ჩაიკეტა, ანუ იქით ამის იქით პერსპექტივა არ აჩანს. შემთხვევით ჩინური მხრიდან ვიზა, ჩინური მხარის მოცემულობით ვამბობ. ისინი ამას როგორც ვატყობთ, ხაბად არ აღვიქვავენ ჩვენ. ჩვენ შევთავაზეთ ასეთი რაღაცაც, რომ მოდით მოგვეცით საქართველოს ის დაბალფაში, ჩვენ გავითართ მე რეგიონში და ჩვენ გავხდებით ასე ვთქვათ, როგორც ამას ვაკეთებთ, იგივე ამერიკის ბაზრის შემთხვევაში ახალი თუ მეორადი ავტომობილები, მაგრამ ისინი ხედავენ ასე, რომ იმათაც ხავთ მეორადი ავტომობილების დილერები და ისინი ხედავენ ასე, რომ ამ დილერმა უნდა გაყიდოს უშუალოდ მომხმარებელზე, ქართველზე, საქართველოს მოქალაქეზე და არა ისე როგორც წარმოგვიდგენია რა სისტემაც აქვს ჩვენ ასე ვთქვათ ხაბის შეუმშავებული თუნდაც ამერიკიდან შემოტანილი ავტომობილების ხარჯზე ხო და ძირითადად წყარო იქიდან აქვს შემოგვაქვს ვაკეთებ დამატებით ღირებულებას ვქნი და გაგვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებში. როგორც წარმოგიდგენიათ ცენტრალური აზიის ქვეყნები გამოიარა ავტომობილმა ჩინურმა ჩამოვიდა საქართველოში და ყაზახი ჩამოვიდა და ისე უკან წაიყვანა ხო? ნუ გეოგრაფია თავად მეტყოლებს რომ ეს შეუძლებელია და არ არის მომგებიანი. ამიტომ ჩვენ დამატებით ბაზრებზე თუ და ბაზრის დივერსიფიკაციაზე არ ვიმუშავეთ, ნუ ახლო მომავალში, ნუ გავხდებით უბრალოდ რომელიმე ქვეყნის თუნდაც ელექტროავტომობილების მომხმარებელი, რაც იდეაში ცუდი არ არის, ელექტროავტომობილი იდეაში ცუდი არ არის, ორაზროვანი, ანუ ცალსახად, მაგრამ აქ არის საუბარი, რომ რა უნდა შევქნათ დამატებითი ღირებულების სახით. ხო, ხშირად ვისაუბრია ამაზე, რომ აი კიდე იმაზე საუბრობთ მეორადი დამტროული ავტომობილების შეკეთებაზე. ბატონო არ ვისაუბრებთ მოვალთ ასოციაცია თქვენ გადაცემაში ვისაუბრებთ აი ახალი ქარხანა რო გაიხსნება ავტომობილების წარმოების მოდი ახალი ავტომობილების წარმოებაზე ვისაუბროთ ამის ბაზრებზე ვისაუბროთ სიამოვნებით ვისაუბრებდი მაგრამ არა მაქვს ამისი ფუფუნება დღეს უნდა მოვიდე და დამტროულ ავტომობილებზე გესაუბროთ იმიტომ რომ რა ვიცი 60-დან 100,000 კაცამდე მაინც არის მინიმუმ ჩართული ამ ხო ეს შეხვედრა კი დღეს იყო შეხვედრა კი ბატონო კარგი ეფექტური შეხვედრა კარგი ასე ვთქვათ დაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა საკრებულოში გარემოს კომიტეტის თავმჯდომარესთან ვიყავით შეხვედრაზე უბრალოდ აქ არის ახალი რეგულაციები შემოდის მოგეხსენებათ 26 წლის 1 იანვრიდან ერთის მხრივ მუნიციპალიტეტი მუშაობს და შემოაქვს ეს რეგულაციები დაშლილი ავტომობილების თაობაზე იქ დაშლილი ავტომობილები არ არის საბურავებიც არის ნუ ჯართიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ყველაფერი მაგრამ ნუ ჩვენი კუთხით ვიძახი და პარალელურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტექნიკური რეგლამენტი აქ არის საკითხი რაზე რომ დოკუმენტი აქვს შემუშავებული ასე ვთქვათ საკრებულოსაც მუნიციპალიტეტს ადგილობრივ ხელისუფლებას და ცენტრალურ ხელისუფლებას. ბუნებრივია როცა 1 იანვარს ჩაირთვება ეს დრო
და ბიზნეს ოპერატორებს გარკვეულ მოთხოვნებს წაუყენებენ, თქვათ ესე უნდა გაკეთდეს, ისე უნდა გაკეთდეს, ეს უნდა იყოს თანხმედრაში, რომ პირობითად რომ ამას რომ მოსთხოვს მე 26 წლის სექტემბერში პირობითად ვადები არ ვიცით. გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანხმედრაში იყოს. იმიტომ რომ დღეს რო 1 იანვარში მოსთხოვ რაღაცა მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ბიზნესი ამაში ფულს რო გადაიხდის და დაგიკმაყოფილებს მოთხოვნას, მე სექტემბერში რა იქნება, სექტემბერში თანხმედრაში იქნება ეს პოლიტიკა ერთმანეთთან თუ კიდე დამატებითად. ანუ ვამბობთ რას, რომ ელემენტარულად ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ მიღირს ამის გაკეთება თუ არ მიღირს. შეიძლება მიღირს, თუ მიღირს ერთხელ უნდა ჩავდო ამაში თანხა და უნდა ჩავდოთ 2000 არსებობს, გარემო ბინძურდება და უნდა დროა უკვე ამასაც მივხედოთ, მაგრამ ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ ერთიანი რაღაც კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, აი ამას ვდებ. თუ ვდებ ძალიან კარგი. თუ არ მიღირს, დღესვე უნდა ვიცოდე, რომ მე გავიდე და სხვა საქმეს მივხედო. დღეს მე ფული ჩავდო და ხვალ კიდე რაღაცა პირობითად მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად შეიცვლება. პირობითად ჩვენ ის თემა გვაქვს, რომ ბიზნესმა უნდა იცოდეს, დახარჯოს ერთხელ და იცოდეს დარწმუნებით, რომ ხარჯავს სწორი მიმართულებით და იმ მოთხოვნებს ასრულებს, რაც მისგან სახელმწიფო ითხოვს. დღეს მოსთხოვ ერთი და ვადების თემა ხვალ არ მოსთხოვოს სხვა ბიზნესმა ფული დახარჯოს და მე აღმოჩნდეს, რომ არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ასეთ რამე არ უნდა მოხდეს. ეს არის ჩვენი იდეა, ეს არის ჩვენი მოთხოვნა უпростоრად. დანარჩენი გამოჩნდება, რა თქმა უნდა, დაინტერესდნენ შეგვიდნენ რომ ანუ ეს დიალოგი მოხდება ორ უწყებას შორის, ეს საჭიროა, აუცილებელია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს მაინც წინამდებობაში მოდის. საჭიროა გავიაზროთ ეს ყველაფერი და აი 2013 წელს დავამატებ, მხოლოდ 2013 წლის ქვემოთ ავტომობილების შეზღუდვამ გვიჩვენა თუნდაც იმ ტექნიკური რეგლამენტი, რომ 6 ჯერ შეიცვალა ეს ტექნიკური რეგლამენტი. 6 ჯერ 5 ჯერ ჩვენი აქტიურობით, მე-6 ჯერ თვითონ შეცვალეს. რატომ? იმიტომ რომ როცა პრაქტიკაში, იდეაში ხაღალდზე ყველაფერი ლამაზად ჩანს, მაგრამ როცა გადმოგაქვს პრაქტიკაში, იქ ჩდება რაღაცა რიგი ნიუანსებისა. ეს უნდა გქონდეს დანახული, გააზრებული, როცა მიდიხარ მაგალითად დაშლილებზე, ახლა გქონდა ჩვენ ურთიერთობა იგივე უშუალოდ მცირე მეწარმეებთან, ხო? იმათ არ აინტერესებს, ანუ ხაღალდზე რა წერია ლამაზი სიტყვებით პირობითად ჭყალებში, იმას აინტერესებს შევძლებ მუშაობას თუ არა და რამდენით გამიძვირებს მე ჩემ მომსახურებას. რამდენი უნდა გადავიხადო. ხო და ჯამში ეს ყველაფერი უნდა იყოს ესე წარმოდგენილი, ესე დანახული და არა მაგალითად მარტო დოკუმენტალურად, ხო? ანუ რეალობაში უნდა გადავიტანოთ ეს დოკუმენტი და ხედვა უნდა იყოს რაღაცა ჩვენი აზრით, ამას ვემხრობით და დიდი მედი გვაქვს რომ მოგვისმენენ, რომ ხედვა უნდა იყოს ერთიანი ადგილობრივი ხელისუფლებისაც და ცენტრალური ხელისუფლებისაც, იმიტომ რომ დიდი ნაწილი დამეთანხმებით ალბათ სადღაც 300,000 კაცზე მეტი არის ჩართული, სადაც 180,000 კაცი მაინც არის თბილისში მოდის. დიდი ნაწილი. ესე იგი რაღაც ტესტი წინ ყოფილა რომ დაინახოთ, პასუხი მიიღოთ თუნდაც ირიბად თქვენს კითხვაზე არის თუ არა პრიორიტეტული ეს დარგი. ალექსანდრე, თქვენს მოგცემთ შესაძლებლობას რომ შევაჯამოთ და მინდა რომ აი ისევ დაუბრუნდეთ აი თქვენს ხედვას რომ მარკეტინგულადაც მნიშვნელოვანია რომ ესე ვთქვათ გარშემო ქვეყნებმა იცოდნენ რომ საქართველოს აქვს პოტენციალი იყოს მდგრადი ჰაბი. აი ამ შემთხვევაში ვთქვათ ყირგიზეთის და ყაზახეთის ბაზრებზე აი ეს მიბმა საქართველოს როგორი ფაქტორია საერთაშორისო გამოხმაურების თვალსაზრისითაც, როდესაც არაერთხელ ისმის ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორი ბაზარი იმიტომაც შეიძლება იყოს წამყვანი დღეს მოცემულ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რომ შეიძლება რუსეთს ეხმარებოდეს სანქციების გვერდისავლაში. კი ბატონო, შესაძლოა ეს ნაწილობრივ არ იყოს მოწყვეტილი სიმართლეს, თუმცა ყაზახეთის და ყირგიზეთის მოსახლეობას ჯამში თითქმის 30 მილიონია და მათ შიდა მოხმარებაც აქვს და ათასობით მანქანაში ყავთ მათაც ყოველთვიურად. ყაზახეთის სტატისტიკა როცა ვნახეთ, დაახლოებით 15-დან 18,000 მეორად ავტომობილამდე შედის თვეში და ბაჟდება ქვეყანაში. ეს კოლოსალური რაოდენობაა და ჩვენი წილი აქ 25%-ია დაახლოებით. ამიტომ შიდა მოხმარებაც საკმაოდ დიდია, იგივე შემიძლია ვთქვათ, თუ
თუ თქვათ 100%-ით შეიძლება არ ვიყო დარწმუნებული რომ ყაზახეთი ყირგიზეთი შიდა მოხმარებისთვის არის ტაჯიკეთს რაც შეეხება იქ ნამდვილად საბოლოო წერტილია იმ ქვეყნიდან სხვაგან თქვათ აღსად არ გადის იგივე რომ ამბობ ეს ერაყი და ირბილი ისიც საბოლოო დანიშნულებაა კოლეგებმა ახსენეს რომ შეიძლება ენის ბარიერიც იყოს ჩვენ ახალ რატომაც ვერ განვითარდით თქვა არაბულ ენოვან ქვეყნებში და თქვა კულტურული განსხვავება შეიძლება ცალსახად ესეც იყოს მიზეზი თუმცა ოდის ესეთ სიმართლეს უფრო მკაცრად გაუსწოროთ ასე ვთქვათ თვალი ჩვენ ყაზახეთში და ყირგიზეთში ზოგადად ისტორიულად ასე ვთქვათ არც აზერბაიჯანში მარკეტინგული აქტივობებია მემართულები ნამდვილად არ გვიწარმოებია რახან ეს ქვეყნები მიმოსვლა ამ ქვეყნებს შორის უფრო აქტიური იყო მათ თავისი თვალით ნახეს აქ რაც ხდებოდა და ეს იყო ის მიზეზი რატომაც ჩვენ გავხდით რეგიონალური ჰაბი ანუ ინფორმაციის მიმოსვლა გაცილებით მარტივია, იმიტომ რომ ადამიანების მიმოსვლა არის უფრო ინტენსიური ჩვენ ქვეყნებს შორის. თუმცა ჩვენ ამისთვის რომ რაღაც გვეწარმოებინა მიზანმიმართული წერტილოვანი რაიმე კამპანია, მე ასეც ვერაფერს ვერ ვიხსენებ. მე არავის არ ვსახვედურობ ეს ჩვენ შემთხვევაზე ვამბობთ ყველას ერთად გასაკეთებელია ეს ჩვენ თუ ვამბობთ რომ ეს სექტორი არის ერთ-ერთი წამყვანი საქართველოში დასაქმებული ათასობით ადამიანი და გვინდა რომ შევინარჩუნოთ ჰაბის სტატუსი ჩვენ ამისთვის შესაბამისი ქმედებები უნდა გადავდგათ ეს მომავალი წელი და იმის შემდეგი წელი უნდა იყოს უნდა ემსახურებოდეს ზუსტად ამას რომ ჩვენ კიდევ უფრო გავიზარდოთ თვალსაჩინო და არეალი მადლობა. დიდი მადლობა TBC კაპიტალი მოგვამარაგებს კვლევებით და ჩვენს ესე ვთქვათ აქვართ და გადავინებთ თვალყურს. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმრები ანდრო თვალიაშვილს, ალექსი ნონიაძეს, ალექსანდრე ბეკუას და ლაშა დარბაიშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა მათ, მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ, შევხვდებით ერთმანეთს უკვე 4 შაბათს დროებით.